მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ალბათ ტექნოლოგიურად ხდება შემოწმება, გვეუბნება ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რომელიც დამკვირვებლებს უზღუდავს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნას, მათ შორის გამორთმევას და ფოტოს გადაღებას. სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით 3 აპრილს CSKO-ს მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არსებითად ზღუდავს საარჩევნო პროცესის ეფექტურად დაკვირვების შესაძლებლობას. მით უფრო, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა არაერთი დარღვევა, არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა, სხვის ნაცვლად ან და მრავალჯერადი ხმის მიცემა. ალბათ ტექნოლოგიურად ხდება შემოწმება. ეს ტარდება უკვე ელექტრონული არჩევნები ერთ და იგივე ID-ს რაც ვერ გამოიყენებს, გამორიცხულია ორჯერ ვერავინ, იმიტომ რომ აპარატი და ტექნოლოგია არ იძლევა ამის საშუალებას. ასე რომ მერწმუნეთ ისეთი გამჭირვალობით და ვიტყვი თითქმის და საერთოდ ხარბეზოდ ჩატარდა 24 წლის არჩევნები, 25 წლის არჩევნები კიდევ ესეთი ხარბეზების გარეშე ჩატარდება. ეს არის CSKO-ს დადგენილება, რომელთაც CSKO როგორც ამბობს დააზუსტა კანონის ჩანაწერი, თუმცა ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ფორმულირებას, ვინაიდან კანონის საარჩევნო კოდექსის 51 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ დამკვირვებლებს აქვს უფლება დააკვირდეს, შეუზღუდავად, მათ შორის გადაადგილდებოდეს უბნის ტერიტორიაზე, შეუზღუდავად და დააკვირდეს ეკისრის ყველა ეტაპს. ასევე ამავე მუხლში არის მითითებული, რომ დამკვირვებელს უფლება აქვს შეუფერხებლად დააკვირდეს სამორჩევის რეგისტრაციის პროცესს და სპეციალური ბიულეტენების გაცემის საარჩევნო ბიულეტენების გაცემის პროცესი. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენის გაცემის პროცესი და რეგისტრაციის პროცესი ამორჩეველს გულისხმობს, რა თქმა უნდა, პირადობის მოწმობის წარდგენას და იმის დადასტურებას ამორჩევლის მხრიდან, რომ პირადობის მოწმობა ნამდვილად მას ეკუთვნის და რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის ამ უბნის ამორჩეველი. 2024 წლის არჩევნებიდან მან დაინახა, რომ პრობლემა ჰქონდა იმის, რომ დამკვირვებელმა უამრავ ასობით შემთხვევა დავაფიქსირეთ, როდესაც სხვა პირადობის მოწმობით შემოდიოდა სხვადასხვა ამორჩეველი, მათ შორის კაცები, ქალების პირადობით და პირიქით, ხოდ შესაბამისად იმისათვის, რომ ეს ვეღარ დავაფიქსიროთ, თქვათ მოიფიქრა ესეთი ხერხი კალებში და დადგენილებით შეგვიზღუდა ჩვენ იმის უფლება, რომ დავაკვირდეთ პირადობის მოწმობის წარდგენის პროცესს. ახალციხელობა 2025-30 ივნისს გაიმართება. ღონისძიებაზე ჯგუფი კახაბერი და ხანუმები იმღერებენ, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 16500 ლარი დაუჯდება. ახალციხის მერია ჰონორარის გადახდას ექსკლუზიური უფლების ფარგლებში გეგმავს. პროცესი განხილვის ეტაპზეა. ადგილის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩნის შესასვლელთან 2 სართულიანი კორპუსის და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია 40000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება 2 სართულიანი საცხოვრებელი შენობის ფასადის რეაბილიტაცია, ხოლო მის წინ სკვერის მოწყობა. წინადადებების მიღება 1 ივლისს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.